ქაღალდზე რუსეთმა ეკონომიკური ომი დასავლეთთან მოიგო. 4 წლის განმავლობაში, რაც ყველაზე აგრესიული სანქციები დაწესდა რომელიმე მსხვილ ეკონომიკაზე, მოსკოვი კვლავ დგას და ტექნიკურად მზარდი ეკონომიკა აქვს. რუბლი სერიოზულად დაეცა და შემდეგ ისევ იმ დონეს მიუახლოვდა, რაც ომამდე იყო. ვლადიმირ პუტინი კი მსოფლიოს უმტკიცებს, რომ დრო რუსეთის მხარესაა, მაგრამ აი, რას არ გაჩვენებთ მონაცემები. 2026 წლის დასაწყისისთვის რუსეთის სარეზერვო ფონდში, ეროვნულ კეთილდღეობის ფონდში, რომელიც სწორედ ასეთი შოკების შესამსუბუქებლად შეიქმნა, ლიკვიდური რეზერვები დოლარში გამოხატულმა 2-ჯერ მეტად შემცირდა. ეკონომიკის ზომასთან შედარებით, ეს რეზერვები დაახლოებით 2.4-ჯერ შემცირდა, ხოლო ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა ოფიციალურ გეგმას დაახლოებით 5-ჯერ გადააჭარბა. ეს არ არის იმ ქვეყნის სურათი, რომელმაც ადაპტაცია მოახდინა. ეს არის ქვეყნის სურათი, რომელიც თავის დანაზოგებს ომის გასაგრძელებლად ხარჯავს და ჩუმად იმედოვნებს, რომ არავინ ჩაატარებს გამოთვლებს. დღეს ჩვენ სწორედ ამ გამოთვლებს ვაკეთებთ, რადგან ამ სტაბილური ზედაპირის ქვეშ რუსეთს 10 სტრუქტურული სისუსტე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი სავარაუდოდ სრულ კოლაფს არ გამოიწვევს, თითოეული მათგანი უარესდება და რამდენიმე მათგანი ერთმანეთს აძლიერებს. პირველი, ბიუჯეტი ან მისი არარსებობა. დავიწყოთ ფულით, რადგან ყველაფერი დანარჩენი აქედან იწყება. 2021 წელს ოკუპაციამდე 1 წლით ადრე თავდაცვასა და შიდა უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 24% მოხმარდა. 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-მდე გაიზარდა. ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგან რუსეთი თავდაცვით პროექტებზე ხარჯებს საიდუმლოდ ტოვებს. სინამდვილეში ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ გასაიდუმლოებული ხარჯები სულ მცირე იმდენივია, რამდენიც ნომინალური ხარჯები. მაგალითად, მხოლოდ 2025 წლის პირველ 3 კვარტალში ამ დახურულ ბიუჯეტურ მუხლებს 7 ტრილიონი რუბლი, ანუ დაახლოებით 88 მილიარდი დოლარი გამოეღო. ეს წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 39%-იანი ზრდაა, რაც მართლაც მასშტაბურია. ეხლა შევხედოთ შემოსავლების მხარეს, სადაც რუსეთი ნამდვილად სერიოზულ პრობლემაშია. რუსეთმა 2025 წლის ბიუჯეტი ისე შეადგინა, რომ ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 70 დოლარი იქნებოდა, მაგრამ რეალურად საშუალო ფასი 58 დოლარი იყო. მთავრობამ ასევე დაასკვნა, რომ რუბლი უფრო სუსტი იქნებოდა და შემოსავლებს გაზრდიდა, მაგრამ რუბლი ჭიუტად ძლიერი დარჩა. შედეგად ნავთობისა და გაზის შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის მეოთხედით შემცირდა, მაშინ როცა ხარჯები გვავიზრდებოდა. ამიტომ მოსკოვმა გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი მთავრობა გააკეთებდა, როცა ვალებში იხჭობა. მან ბიუჯეტი თავიდან დაწერა, თანაც 1 წელიწადში 2-ჯერაც კი. დეფიციტი მაინც გაიზარდა და 5.6 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც დაახლოებით 5-ჯერ მეტია დაგეგმილზე. თუ ამას დავუმატებთ რეგიონალური ბიუჯეტების და sapensio და ჯანდაცვის ფონდების პრობლემებს, რუსეთის საჯარო ფინანსებში საერთო დეფიციტმა 8.3 ტრილიონ რუბლს მიაღწია. ეს თითქმის მთლიანი ეკონომიკის 4% შეადგენს. დასავლური სესხების გარეშე დარჩენილ კრემლს შეუძლია ან საშინაო ბაზარზე ისესხოს ფულს უმკაცრესი პროცენტებით, ან ეროვნული კეთილდღეობის ფონდი გამოიყენოს. და ის ორივეს აკეთებს. ფონდის ნახევარი უკვე ამოწურულია დოლარში გამოხატულ მნიშვნელობაში და ეს მაშინაც კი, როცა რეკორდულად მაღალი ოქროს ფასები მის ღირებულებას ამაგრებს. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ მთავრობა იძულებული გახდა 2026 წლისთვის სამხედრო ხარჯების შემცირება შეეთავაზებინა. სიპრის მიხედვით ეს ზომაც კი სავარაუდოდ შეიცვლება ბიუჯეტის გასაზრდელად. მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ ეცლება რუსეთს ნელ-ნელა ფული. რუსეთი ვერ ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ მაინც სჭირდება მეტი თანხის მიმართვა სამხედრო სფეროში, რათა სუსტი არ გამოჩნდეს, ან პროგრესისკენ ისწრაფოს. საბოლოოდ ეს წაგების მდგომარეობა იქნება. მეორე, დამოკიდებულება ჩინეთზე. მეორე პრობლემა ნაწილობრივ პირველიდან გამომდინარეობს, რაც რუსეთის ეკონომიკას ეხება. რადგან ევროპამ სანქციები დააწესა, რუსეთი იძულებული გახდა სხვა მომწოდებლები მოეძებნა. ჩინეთი მზადყოფნით გახდა პარტნიორი. 2025 წელს ჩინეთმა რუსეთის ექსპორტის დაახლოებით 30% შეადგინა, მაშინ როცა ომამდე ეს მაჩვენებელი 16% იყო. მან რუსეთის იმპორტის დაახლოებით 35% უზრუნველყო. და იმ კატეგორიებში, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს საომარი ეკონომიკის ფუნქციონირებას, როგორიცაა მანქანები, სამრეწველო აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები, ჩინეთის წილი 90%-მდე გაიზარდა. საკმარისია ავტომობილების ბაზარ შეხედოთ, რომ რეალურ დროში ნახოთ ეს გადატაცება. 2019 წელს ჩინური ბრენდები რუსეთის ახალ გაკიდულ ავტომობილებში მხოლოდ 2% შეადგენდა. 2025 წლისთვის ისინი უკვე ოდნავ მეტს ვიდრე ნახევარს შეადგენდნენ. დასავლელმა ავტომწარმოებლებმა ქვეყანა დატოვეს, რუსეთის საკუთარი წარმოება ჩამოიშალა და პეკინმა ეს სიცარიელი შეავსო. Chimjio შემოთხსენებული ეროვნული სიმდიდრის ფონდი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული, რადგან ჩინური იუანი მის ლიკვიდურ რეზერვებში თითქმის 60%-ს შეადგენს. მაგრამ ურთიერთობა ძალიან არათანაბარია, რადგან ჩინეთის ექსპორტში რუსეთის წილი მხოლოდ 3% შეადგენს. პეკინისთვის რუსეთი მხოლოდ მცირე მომხმარებელია. მოსკოვისთვის ჩინეთი ყველაფერია და ჩინეთმაც ეს კარგად იცის.
ამიტომ პეკინი პირობებს კარნახობს. ის მოითხოვს დიდ ფასდაკლებებს რუსულ ნავთობსა და ქვანახშირზე, ზოგჯერ იმ ფასის 50%-მდე, რასაც რუსეთი ადრე ევროპას თხოვდა. ის აგვიანებს გაზსადენების მშენებლობასაც, რომელთა აშენებაც მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება, მაგალითად, სიბირის ძალა 2 და თავს იკავებს პროექტის დაფინანსების დეტალების სრულად მიწოდებისგან. მაშინაც კი, როცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა და ჩინეთმა განაცხადა, რომ ესმის რუსეთის საჭიროება პროექტის დაჩქარების მხრივ, მან განახლებული ვადები არ წარმოადგინა. ჩინეთი ასევე უარს ამბობს რუსეთის წარმოებაში ინვესტირებაზე ან თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემაზე. ის სიამოვნებით გაყიდის რუსეთს მზა პროდუქციას და წაიღებს მის ნედლეულს, მაგრამ რუსეთს რეალურად განვითარებაში არ დაეხმარება. ასე რომ რუსეთმა დასავლეთზე დამოკიდებულება, რომელიც არ მოსწონდა, შინეთზე დამოკიდებულებით შეცვალა, რომლისგანაც ვერ აღწევს თავს. მესამე საკითხი ტექნოლოგიებია. თანამედროვე არმია თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული და რუსეთს ეს ტექნოლოგიები ნოგიები ნელ-ნელა აკლდება. 30 წლის განმავლობაში დასავლეთი პრაქტიკულად აკონტროლებდა რუსეთის თანამედროვე ეკონომიკას. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ქვეყნის ყველა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დაახლოებით 2/3-ს შეადგენდა. შემდეგ კი ოკუპაციამ ყველაფერი შეცვალა. უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2021 წლის ბოლოს დაახლოებით $500 მილიარდ შეადგენდა, ნახევარზე მეტით შემცირდა. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არავინ ჩქარობს ამ ინვესტიციების ჩანაცვლებას, არც კი ჩინეთი. ჩინეთიდან იმპორტის უმეტესი ნაწილი პირდაპირ სამხედრო ოპერაციებთან კავშირში არ არის. რა თქმა უნდა, ჩინეთი მასობრივად ყიდის დრონებს, მაგრამ ამავდროულად აწუდის კომერციულ დრონებს, რომლებსაც უკრაინა იყენებს. ანუ ორივე მხარეს ემსახურება საკუთარი ეკონომიკური სარგებლისთვის. სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკსა და პარტნიორზე დამოკიდებულების კომბინაცია, რომელიც არ აძლევს საშუალებას ექსპორტზე გაიტანოს თანამედროვე ტექნოლოგიები, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის სტატუსს. რუსეთი თავის ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 3.3%-ია, ხოლო სამხრეთ კორეაში თითქმის 5%. და იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეიძლება ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ თანხას ნიშნავდეს, რუსეთი კიდევ უფრო უკან რჩება, რადგან იმ მცირე თანხიდანაც, რასაც ხარჯავს, დიდი ნაწილი პირდაპირ სამხედრო სფეროში მიდის და არა სამოქალაქო ეკონომიკაში. ასევე არის ის ფაქტი, რომ რუსეთი კარგავს ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობას დააფინანსოს ზრდა, რადგან უკრაინაშორი მოქმედების დრონებით უთევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ნორმალურ ქვეყანაში ზიანს ასწორებენ და თავიდან იწყებენ მუშაობას. მაგრამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სავსეა დასავლური აღჭურვილობით, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში შემოქონდათ, რადგან თავად არ ჰქონდათ ასეთი ტექნოლოგია. და სათადარიგო ნაწილებზე სანქციებია დაწესებული, ამიტომ ქარხნები, რომლებიც დაზიანდება, ვერ იღებენ საჭირო კომპონენტებს ან მომსახურებას, რომ სწრაფად აღადგინონ მუშაობა. ერთი დრონი შეიძლება რამდენიმე კვირით გააჩეროს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაც ადგილობრივ საწვავის მიწოდებას შეამცირებს და სახელმწიფოს აიძულებს ძვირად ღირებულ საგანგებო ჩარევებზე წავიდეს. მეოთხე, მუშახელის შავი ხვრელი. თუნდაც რუსეთმა შეძლოს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეკეთება და მსოფლიოთან ყველა სავაჭრო ხაზის აღდგენა, დიდი ალბათობით ვერ შეძლებს მათ დროულად მომსახურებას. ეს იმიტომ, რომ ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული დემოგრაფიული პრობლემა აქვს, უმუშევრობის დაბალი დონე, რომელიც 2025 წლის ბოლოს მხოლოდ 2.1% შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოუცდელისთვის ეკონომიკურ წარმატებად შეიძლება ჟღერდეს, სინამდვილეში პირიქითაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში უმუშევრობის დონე დაახლოებით 6.4%-ის ფარგლებში მერყეობდა. სწრაფი შეხსენებისთვის, უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის შრომის ბაზარზე მყოფთა საერთო რაოდენობაზე გაყოფით და მიღებული შედეგის 100-ზე გამრავლებით. დიახ, მსოფლიო დიდი პანდემიით დაზარალდა, მაგრამ უმუშევრობის დონე რეალურად შემცირდა COVID-მდე არსებულ დონესთან შედარებით. მაგრამ რუსეთში დაახლოებით 1.5-დან 2 მილიონამდე ვაკანსიაა და უბრალოდ საკმარისი მუშახელი არ არის. რაც კიდევ უფრო უარესია, მიზეზები ერთმანეთს ემატება. პირველ რიგში მოსახლეობა სწრაფად ბერდება, რადგან დაახლოებით 7.5 მილიონით მეტი რუსია 60-იანებში ვიდრე 20-იანებში. დიდი თაობები პენსიაზე გადიან, ხოლო მცირე თაობები, რომლებიც ქაოტურ 1990-იან წლებში დაიბადნენ, ვერ ახერხებენ მათ მასობრივად ჩანაცვლებას. ომმა ეს პრობლემა მნიშვნელოვნად გაუარესა. ასობით ათასი სამუშაო ასაკის მამაკაცი ჯარში გაიწვიეს ან ფრონტზე დაიღუპა. ასობით ათასმა ქვეყანაც დატოვა, რათა მობილიზაციას გაქცეოდა. და ეს ადამიანები ხშირად იყვნენ IT სპეციალისტები და ინჟინრები, რომლებსაც ჰქონდათ უნარები და რესურსები, რაც რუსეთს სჭირდებოდა. კრემლის მიერ მიგრანტებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა კი საბოლოოდ დახურა კარი იმ სამუშაო ძალისთვის, რომელიც ადრე ამ შევსებებს უზრუნველყოფდა. მეორე საკითხია ის, რომ ქვეყანას იმდენად არ ყოფნის ჯარისკაცები ფრონტზე გასაგზავნად, რომ გათრევის ბონუსებს მუდმივად ზრდის. 2025 წელს ზოგიერთმა რეგიონმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტით ჯარში გათრეული ჯარისკაცის წლიური ხელფასი საწმისი ბონუსით 4.5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე საშუალო წლიური ხელფასი და ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.
მაღალი ხელფასები ჯარში ნიშნავს, რომ სხვა სფეროებში მუშახელი ნაკლებია, რაც იწვევს ხელფასების ზრდას პროდუქტიულობაზე უფრო სწრაფად და ეს აძლიერებს ინფლაციას. ასე რომ, რუსეთში სამუშაო ადგილებისთვის საკმარისი ხალხი აღარ არის და მაინც არსებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს იმ საჭიროებებს, რაც რუსეთს აქვს. არასასიცოცხლო აუცილებლობის ბაზარი, მაგალითად ავტომობილების ინდუსტრია, აქ კარგი მაჩვენებელია. 2025 წლის მეორე ნახევარში რუსული ავტომწარმოებლები, ავტოვაზი, კაზაზი და გაზი იმდენად დაიჩაგრნენ სატვირთო მანქანების გაყიდვების ნახევრად შემცირებით, რომ 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მუშები ნაკლებ ფულს იღებენ და ციკლი გრძელდება. მეხუთე, დემოგრაფიული სიკვდილის სპირალი. მუშახელის დეფიციტი პირდაპირ უკავშირდება ამ ანგარიშის ყველაზე ბნელ რიცხვს. რუსეთს მოსახლეობა უმცირდება ბოლო 3 წლეულის უმეტეს ნაწილში. ნაყოფიერების მაჩვენებელმა 1990-იან წლებში მინიმუმს მიაღწია და არასდროს აღდგენილა იმდენად დიდხანს, რომ მნიშვნელობა ქონოდა. ის ისტორიულ მინიმუმზე 1.16-ზე იყო 1989 წელს, შემდეგ გაიზარდა 1.78-მდე 2015 წელს და ისევ დაეცა 1.4-მდე 2023 წელს. იმიგრაცია ადრე ავსებდა ამ სხვაობას, მაგრამ ესეც შეწყდა, როცა წმინდა მიგრაცია უარყოფითი გახდა 2022 წელს. ქვეყანა უბრალოდ მცირდება დაბალი ნაყოფიერების მაჩვენებლით და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ვიდრე შემოდის. შემდეგ დაიწყო ომი. დამოუკიდებელი შეფასებებით, რომლებიც საჯარო ჩანაწერებს აერთიანებს, ფრონტზე დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 2026 წლის მაისისთვის მინიმუმ 220,000 აღწევს. ბოლო შემთხვევა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა რაოდენობა გამოაქვეყნა, 2022 წლის სექტემბერი იყო, როცა განაცხადეს, რომ 6,000-ზე ნაკლები ადამიანი იყო დაღუპული. პროპაგანდასა და სასაფლაოებს შორის უზარმაზარი სხვაობაა, ხოლო კრემლი რეალურ მონაცემებს საიდუმლოდ ინახავს, ამიტომ ამას ვერ დაინახავთ. მაშ რა პასუხი აქვს კრემლს? არა ისეთი პოლიტიკა, რომელიც რეალურად იმუშავებდა. ამის ნაცვლად ის აწესებს ფინანსურ წახალისებებს ორსური სკოლის მოსწავლეებისთვის, ახალშეზღუდვებს აბორტზე და ამკაცებს ზომებს იმავე მიგრანტების მიმართ, რომელთა გარეშეც ეკონომიკა ვერ გადარჩება. ეს არის სპირალი. ომი კლავს სამუშაო ასაკის მამაკაცებს. მამაკაცების ნაკლებობა ნიშნავს ნაკლებ მუშახელს და ნაკლებ მამებს. ნაკლები მამა ნიშნავს ნაკლებ ბავშვებს. ნაკლები ბავშვი კი ნიშნავს კიდევ უფრო მცირე სამუშაო ძალას ერთი თაობის შემდეგ. ომი ფაქტობრივად რუსეთს მომავალს ართვევს. ომი ასევე შორსაა დასრულებისგან და სულ უფრო მეტად იწყებს გავლენას რუსების ცხოვრებაზე დიდ ქალაქებში, რაც პირდაპირ მიგვიყვანს შემდეგ საკითხზე. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი ასეთი ყოველდღიური ანალიტიკა. ჩვენ ვაკვირდებით ყველაფერს გლობალურ გეოპოლიტიკაში, რათა თქვენ იყოთ ინფორმირებული. მე-6 ნომერი, ვეტერანები, რომლებიც სახლში მოძალადეებად დაბრუნდნენ. ეხლა ზოგიერთი ჯარისკაცი მართლაც ბრუნდება სახლში და რუსეთის სულ უფრო მეტ საზოგადოებაში ეს უკვე საკუთარი კატასტროფაა. რუსეთმა თავისი რიგები ნაწილობრივ შეავსო მსჯავრდებული დამნაშავეების პირდაპირ ციხეებიდან რეკრუტირებით, შეწყალების დაპირებით. მან ტრაუმირებული, ხშირად სასტიკად ნაცემი კაცები ომის ხორცსაკებში ჩაყარა. შემდეგ კი გადარჩენილები სამოქალაქო ცხოვრებაში დააბრუნა რეალური მხარდაჭერის, რეაბილიტაციის გარეშე და ჯიბეში შეწყალებით. შედეგი ზუსტად ის არის, რასაც ელოდებოდით. დამოუკიდებელი გამოცემა ვირსკაიას მონაცემებით, უკრაინიდან დაბრუნებულმა ვეტერანებმა 2025 წლის ბოლოსთვის სახლში 1000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ან მძიმედ დაჭრეს. მათ შორის სულ მცირე 541 მოკლეს. და ეს მხოლოდ დოკუმენტირებული შემთხვევებია. დანაშაულის მონაცემებიც ამას ადასტურებს, რადგან 2024 წელს რუსეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მძიმე დანაშაული მოხდა და ეს ტენდენცია 2025 წელს აც გაგრძელდა. ძალადობის კერები სწორედ იქ არის, სადაც მოსალოდნელია, უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში და სულ უფრო მეტად რუსეთის ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში. ეს კრემლისთვის ისეთივე შხამია, როგორცაც სანქციები ვერასდროს გახდებოდა. რუსეთის არმია ყოველთვის ეროვნული სიამაყის საგანი იყო. ახლა ჩვეულებრივი რუსები უყურებენ, როგორ დადიან შეწყალებული მკვლელები მათ ქუჩებში და კითხულობენ ამბებს, სადაც მეთაურები საკუთარ ჯარისკაცებს აწამებენ და დაჭრილებს უკან სიკვდილზე აგზავნიან. გმირი ჯარისკაცის მითი, რომლის პოპულარიზაციაც რუსეთს ასე ძალიან სურს, ახლა შიშად იქცევა და სახელმწიფოს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. არ არსებობს სერიოზული რეაბილიტაციის პროგრამა, არც უფრო მკაცრი სასჯელები, რადგან პრობლემის აღიარება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ეს ომმა გამოიწვია, ხოლო შემცირებული ბიუჯეტი ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ფული მასშტაბური სახელმწიფო პროგრამებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. თუნდაც ახლად შექმნილი სამშობლოს დამცველთა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უნდა უზრუნველყოფდეს, ძალიან შეზღუდულია და არ ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. როდესაც სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ბრუნდება სახლში, საზოგადოება აცნობიერებს, რამდენად პრობლემური გახდა ომი, რაც პირდაპირ უკავშირდება შემდეგ პრობლემას. მე-7. ომის ტაღლილობა იჩენს თავს. ეხლა სულ უფრო მეტი ადამიანი დაიღალა ომით და კრემლის მუდმივი პროპაგანდა აღარ არის საკმარისი ამ უკმაყოფილების შესაკავებლად. ამან გარკვეული პარადოქსი შექმნა რუსეთის საზოგადოებრივ აზრში. ადამიანები გამოკითხვებზე ამბობენ, რომ ხარს უჭერენ ომს, მაგრამ ამავე დროს მისი დასრულებაც სურთ.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით დამოუკიდებელი ლევადა ცენტრის გამოკითხვებში დაახლოებით 72%-მა რუსმა განაცხადა, რომ ხარს უჭერს არმიის მოქმედებებს უკრაინაში. და მაინც მშვიდობის მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერამ 67%-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მაშინ როცა ბრძოლების გაგრძელების მომხრეების წომხრის წილი მხოლოდ 24%-მდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ომის გაგრძელების მხარდამჭერებისთვის. 2022 წლის თებერვალში შეჭრის დაწყების შემდეგ. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? დაახლოებით 2/3 ქვეყნის ახლა უკვე გამოსვლას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა კვლავ ამბობს, რომ ჯარს უჭერს მხარს. ფაქტობრივად მოსახლეობამ შეწყვიტა მისიის დაჯერება, მაგრამ ჯერ ვერ იპოვა გზა, რომ ეს ხმამაღლა თქვას. მოლაპარაკებების მხარდაჭერა ასევე ყველაზე მაღალია ქალებს შორის, 40 წლამდე რუსებს შორის, სოფლის მოსახლეობაში და განსაკუთრებით მათ შორის, ვინც სიახლეებს იღებს სოციალური მედიისა და YouTube-დან, ვიდრე სახელმწიფო ტელევიზიიდან. კრემლი ჯერ კიდევ ფლობს ეთერს, მაგრამ არ ფლობს ინტერნეტს და ის თაობა, რომელიც ონლაინ გაიზარდა, ყველაზე ნაკლებად მზადაა ბრძოლა გააგრძელოს. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და ეს კრემლის ბოლო თავშესაფარია. როდესაც რუსები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სურთ, უმეტესობა სინამდვილეში გულისხმობს მომგებიან დასასრულს რუსეთის პირობებით. მაგალითად, ნახევარზე მეტი ამბობს, რომ თუ მშვიდობის მიღწევა ჯერ შეუძლებელია, რუსეთმა უკრაინას კიდევ უფრო ძლიერად უნდა დაარტყას. მაგრამ ეს დაღლილობა უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ფიქრობს, რუსეთმა უნდა გააძლიეროს შეტევები, მაშინ როცა რეალურად იქ არავინაა, ვინც ამ შეტევებს განახორციელებს. მობილიზაცია 2026 წლის დასაწყისში შენელდა. კონტრაქტით რეკრუტირება დაახლოებით 20%-ით შემცირდა 2025 წელთან შედარებით, რადგან ჩაწერა უფრო და უფრო რთული ხდება. და როდესაც მოსახლეობა ამდენად დაღლილი და პასიურია, გაცილებით უფრო სავარაუდოა, რომ ისინი ღია მობილიზაციასაც წინააღმდეგობას გაუწევენ. რაც შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ერთადერთი საშუალებაა საკმარისი ცოცხალი ძალა მოიპოვოს ომის მის პირობებზე დასასრულებლად. მერვე ქვეყანა ფიზიკურად იშლება. რუსეთის ძირითადი ინფრასტრუქტურა საბჭოთა ეპოქიდან მოდის და მას დროის შესაბამისი მოვლა არ გაუწევია. ასე რომ, როცა ომი დაიწყო და ბიუჯეტი დაიძაბა, მთავრობამ სადა რაც შეეძლო დაეზოგა და უკვე იშვიათად მიმდინარე მოვლა პატრონობა კიდევ უფრო შეამცირა. 2023-დან 2024 წლის ზამთარმა ბოლო 200 წლეულის ყველაზე მძიმე ავარიების ტალღა მოიტანა, რის გამოც ზამთრის შუაგულში მილიონობით ადამიანს გათბობა და წყალი გაეთიშა. მხოლოდ 2026 წლის იანვარში რუსეთში თითქმის 1800 ცალკეული ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის შეფერხება დაფიქსირდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე 1 წლის წინ იმავე თვეში. და ამასაც ზედ დაერთო. მაშინაც კი როცა მილების გდება, გადასახადები იზრდება. საყოფაცხოვრებო ტარიფები 2025 წლის შუაში საშუალოდ 12%-ით გაიზარდა, ზოგ რეგიონში კი 20%-ზე მეტით, რაც ყველაზე მეტად პენსიონერებსა და სოფლის ღარიბ მოსახლეობას დაარტყა. მაშინაც კი როცა ინფრასტრუქტურა შედარებით ახალია, ისიც ინგრევა, ამჯერად რუსული პროპაგანდის გავლენით. დრონების თავდასხმებისგან თავის დასაცავად, რუსეთის მთავრობა სისტემატურად წვეთს ინტერნეტზე წვდომას უკრაინასთან ახლოს მდებარე რეგიონებში, ან იქ, სადაც მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტებია განთავსებული. ასევე დაიწყო ფართოდ გავრცელებული სოციალური მედიის აპლიკაცია Telegram-ის აკრძალვა და მის ნაცვლად შემოიტანა ადგილობრივი წარმოების ყალბი ვერსია, სახელად Maxi. თუმცა აღმოჩნდა, რომ Max სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები აქვს, რის გამოც მთავრობამაც კი ურჩია ჯარისკაცებს, ისევ Telegram-ზე დაბრუნებულიყვნენ. შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ არის ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი სენსიტიური საკითხი. რუსებს შეუძლიათ აიტანონ ომი, რომელსაც usახელო ადამიანები იბრძვიან ღარიბი რეგიონებიდან, მაგრამ როდესაც ეს ომი პირდაპირ ზღუდავს გათბობას შორეულ რეგიონებში, ან ინტერნეტზე წვდომას დიდ ქალაქებში, უკვე გაცილებით რთულია ამის იგნორირება. კრემლის გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მოდერნიზაცია უცხოური ინვესტიციების გამოყენებით, რომლებიც ახლა აღარ შემოდის. და უკრაინამ დაიწყო უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღების გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტის გათიშვები კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მთავრობა ცდილობს შეაკავოს ახალი ამბების გავრცელება. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივია, რადგან ამ ძალისხმევის დიდი ნაწილი სისტემაში იკარგება. მეცხრე, კორუფცია, რომელიც საომარ მანქანას ღრღნის. ხოველი რუბლი, რომელსაც რუსეთი ხარჯავს ამ ომში, გადის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სისტემაში დედამიწაზე და მისი უზარმაზარი ნაწილი ფრონტამდე საერთოდ არ მიდის. ომამდე ანალიტიკოსები აფასებდნენ, რომ სახელმწიფო კონტრაქტების ღირებულების 2/3-მდეც კი შეიძლებოდა მიეთვისებინათ. კორუფციით გამოწვეული საერთო დანაკარგები ბიუჯეტის შემოსავლის 1/3-ზე მეტს შეადგენდა, რაც მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 6.2%-ს უდრიდა. შემდეგ ომმა შექმნა მეტი თავდაცვის კონტრაქტი, გამაგრების ბიუჯეტი და ჯარისკაცების ანაზრაურება, რაც ყველაფერი ქურდობისთვის ხელსაყრელი გახდა. 2024 წლის გაზაფხულზე კრემლმა თავდაცვის სამინისტროს მასშტაბური წმენდა დაიწყო და მაღალი თანამდებობის პირები დააკავა. მან სისხლის სამართლის საქმეები აღძრა კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის სასაზღვრო რეგიონებში მოპარული თანხების გამო, იმავე რეგიონებში, რომლებიც უკრაინისგან თავდასაცავად უნდა გაემაგრებინათ. მაგრამ ეს ანტიკორუფციული კამპანიები ქურდობის შეჩერებას არ ემსახურება. ისინი უბრალოდ მიზნად ისახავენ იმის ჩანაცვლებას, ვინც სარგებელს იღებდა, უფრო დამყოლი და მოქმედ კურსთან შეწყობილი ადამიანით, ხოლო დანარჩენების ერთგულებას შიშით ინარჩუნებენ.
რაც პარადოქსულად სისტემას უფრო არასტაბილურს ხდის და არა პირიქით. როდესაც წესები თვითნებურია და შენი დაცვა შეიძლება ერთ ღამეში გაქრეს, გონივრული ნაბიჯია, რაც შეიძლება მეტი აიღო, რაც შეიძლება სწრაფალება. სწრაფად. ამიტომ ქურდობა უფრო და უფრო ჩქარდება, სანამ აღარავინ დარჩება, ვინც ქურდობას შეძლებს. გარდა ერთისა. ნომერი 10. რუსეთის ცენტრი. რაც მოვიყვანს იმ სისუსტესთან, რომელიც ყველა დანარჩენის ქვემოთაა და რომელიც ხსნის, როგორ აღმოჩნდა რუსეთი აქ. რუსეთი რეალურად არ არის მთავრობა. ეს არის ერთი ადამიანი, გარშემორტყმული ხალხით, რომელთა ერთადერთი საქმეა დაეთანხმონ მას. პუტინი იღებს დიდ გადაწყვეტილებებს მარტო, საიდუმლოდ, მხოლოდ მცირე წრესთან კონსულტაციით. არ არსებობს რეალური დებატი, დამოუკიდებელი კონტროლი და ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი კარიერაც გადარჩება, თუ პუტინს იმას ეტყვის, რაც არ სურს მოისმინოს. ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კომპეტენცია. და ასეთ სისტემაში ყველა უფროს ეუბნება იმას, რაც მას უნდა იყოს, სიმართლე. ამან უზარმაზარი შედეგები გამოიწვია, რამაც ომის ხანგრძლივობაზე დრამატულად იმოქმედა. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინი ამ შეჭრაში დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. წლების განმავლობაში ის ამბობდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რომ უკრაინა ისტორიულად რუსულ მიწაზე მდებარეობს, რომ მისი მთავრობა დასავლეთის უსუსური მარიონეტია, რომელიც მაშინვე დაიშლებოდა, როგორც კი რუსეთი დააწვებოდა. ის ფიქრობდა, რომ რუსეთს განმათავისუფლებლებად მიესალმებოდნენ. 2021 წლის ივლისში მან დიდი ესსე წაიკითხა, სადაც უარყო უკრაინის არსებობა როგორც ნამდვილი ერისა. და ეს ტექსტი შემდეგ სავალდებულო საკითხავად გახადეს რუსეთის სამხედროებისთვის. და როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინაში არსებული მდგომარეობის გასარკვევად წავიდნენ, მათ უკვე იცოდნენ, რა პასუხიც უფრო სურდა. PSB-მ კრემლს მიაწოდა ანგარიშები, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა და რუს ჯარებს შეიძლება კიდევაც მიესალმებოდნენ. ასე რომ რუსეთმა წამოიწყო ევროპაში ყველაზე დიდი ომი 1945 წლის შემდეგ, დაზვერვის საფუძველზე, რომელიც ძირითადად პუტინის მოსაწონად იყო შექმნილი. არავინ იყო ოთახში, ვინც იტყოდა, ბატონო პრეზიდენტო, ეს არასწორია და სწორედ ეს სისტემა მართავს როგორც ქვეყანას, ისე სამხედრო საბჭოს. შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველაფერი პირადად პუტინზეა დამოკიდებული, მემკვიდრის ან მექანიზმის გარეშე თუ რა მოხდება, როცა ის აღარ იქნება. თუ პუტინს რამე მოუვა და მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს ალბათობა სულ უფრო იზრდება, რუსეთი შეიძლება ქაოსში აღმოჩნდეს დარჩენილი მმართველი კლასისთვის, თავრობის ნარჩენებისთვის, რომ ყველაფერი ნაწილებად დაიშალოს. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს ისე, რომ ომი უკვე აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი. თუ ომი ხვალ შეწყდება, რუსეთი მაინც განადგურებული დარჩება. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, ყოველდღიური სიახლეებისთვის გლობალურ მოვლენებზე.